არი ფიქრობთ ბატონებო რომ ეს ბუტაფორია არის უგემრიელესი ლიქიორი. მედეა სითხეა მე მგონი. ბებია ჩემის ლიქიორია. ბებია ჩემის მედეა ერგო. ბებია ჩემის რეცეპტით დამზადებული ლიქიორია და ცოტა გასინჯეთ. ირი ჩავითკბარუნოთ? აბა, დიდება უფალს საქართველოს გამარჯვება. სიტყვის სადიდებელი იყოს. პირველად იყოს ეს. დიდება უფალს და გაუმარჯოს საქართველოს, ქართველ ერს გაუმარჯოს, მან თავისი როლი გაიაზროს კარგად და ის შემოქმედებითი ნიჭი რაც აქვს, თლიანად გამოამზეუროს ღვთის ძალით. მე იმედი მაქვს რომ ეს მოხდება. თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის და ყოველ თქვენთაგანს. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაციონალური თვითშეგნება გაიზარდოს და ჩვენმა შვილებმა, ჩვენც ვიაროთ ქვეყანაში გამართულებმა მხრები, აი ქვეყანაში მთელ სოფლიოში მხრებში გამართულებმა ჩვენ ეს გვაქვს, აი ამით მოვდიოთ, ეს მოგვაქვს მხრებით და არ ვართ მე როგორც არის ახლა განსხვავებული დამოკიდებულება. ამ პარტავნება ამაში რა თქმა უნდა არ შედის, თუმცა ძალიან საშუალო საქმე იქნებოდა რომ სახელმწიფო ამოცანა და პოლიტიკა განისაზღვროს იმის მიხედვით, რომ ჩვენი ნამდვილი ისტორიით, ძველი ისტორიით, შუა საუკუნეების ისტორიით, ახალი ისტორიით განისაზღვროს პოლიტიკა ისტორიის ცოდნის და განათლების, რომ იცოდნენ ბავშვებმა მომავალმა დღესაც ჩვენც უამრავი რამე არ ვიცით. უამრავი რამ მოვისმინეთ დღეს თქვენგანაც, ისე როგორც ტელემაყურებელმა და ამ ამოცანით ამან გააძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ის კი არა მარტო რომ კომფორტია ჩვენ გავართ ახლა აქ სალონურ ბაასებში და უშუალოდ ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ მეტი ვიცი. არა, ამან უნდა შეასრულოს სახელმწიფო ამოცანა, ამან უნდა გაზარდოს ჩვენი საზოგადოება, იდგეს მყარად ფეხზე და შემდეგ როცა იქნება თვითშეგნება მაღალი ის ძალიან კარგად მოახერხებთ თავის დაცვას და თავისი ადგილის პოვნას. მოკლედ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მობრძანდით. მე იმედი მაქვს რომ ეს გადაცემები არ შეწყდება. ძალიან მიხარხართ და მიხარია რომ კარგ საქმეს ვიწყებთ. მოკლედ დამთავრდა გადაცემა დაგემშვიდობებით. მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად. გიტოვებთ უკვდავ ქართულ ხალხურ სიმღერას. ხასანბეგურა. მიყვარხართ.